რატომ დარჩა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მიღმა? ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, როდესაც გაერთიანებაში ახალი წევრების მიღებაზე საუბრობდა, საქართველო აღარც კი ახსენა. გერმანიის ელჩი პირველების კითხვაზე პირდაპირ პასუხობს, რომ ეს საქართველოს მთავრობის ბრალია. ქვეყანას ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი აჩუქა. ამ დროს კი მმართველმა რეჟიმმა ევროპულ გზას გადაუხვია და ყველაფერი გააკეთა, რომ პროცესი გაჩერებულიყო. Georgia has candidate status since December 2023. საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი 2023 წლიდან. ევროკავშირმა მისცა თქვენს ქვეყანას ეს სტატუსი. ეს არის ყველაზე დიდი შეთავაზება და საჩუქარი, რომლის გაკეთებაც ევროკავშირს შეუძლია. შეთავაზება, რომ შემოუერთდეთ ჩვენს გაერთიანებას. გასული წლის ივნისიდან პროცესები გაჩერდა. საქართველომ გადაუხვია გზას. ასე რომ თქვენ გაქვთ სტატუსი, მაგრამ ამ პროცესში წინ არაფერი მიდის. ამაზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, მთავრობაა, სხვანაირად არ შეიძლება. Always the government of the candidate country. ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფო ელჩის ამ განცხადებას კობახიძის კაბინეტი დუმილით შეხვდა. არა და ბრიუსელის პოზიცია ცხადად აჩვენებს, რომ რისთვისაც ბოლო 30 წელი ვწვალობდით და რისკენაც თაობები მიდიოდნენ, ივანიშვილის მმართველობამ გააცამტვერა. თავისუფალი მედიისთვის ამ შენობის კარი დაკეტილია. საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს არა და დღეს მათ მინიმუმ უნდა აეხსნათ, რას აპირებენ. დუმილით ეს უწყება გვეუბნება, რომ არ აწუხებთ თუ საქართველო ევროკავშირის მიღმა დატოვეს და ეს მათი გეგმის ნაწილია. საქართველო ასეთი დონის იზოლაციაში 90-იან წლებშიც კი არ ყოფილა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის 25 ქვეყანაში არც კი ხვდებიან და არც ელაპარაკებიან. მაკაბოჭორიშვილი დღეს ევროკავშირის უმრავლესობისთვის რუსეთისა და ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრების გვერდით დგას. არცაც სადაც საუბარია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, იქ დღეის მდგომარეობით საქართველო აღარ განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დემოკრატიისთვის მებრძოლი ტალღა ჯერ კიდევ ძალაშია, გრძელდება და ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ვიდრე ოლიგარქის რეჟიმი მართავს ქვეყანას, რომელიც დღეს უკვე არალეგიტიმურად განიხილება, ცხადია, რომ ამ მოცემულობაში გაფართოების პოლიტიკის ნაწილი საქართველოს ვერ იქნება. გეოპოლიტიკური ფანჯარა თავისი არსით გულისხმობს პროცესის დაჩქარებას, ან შანსს, რომ ეს პროცესი მოხდეს. თუ საქართველოს დამოკიდებულება, პოლიტიკა, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები არ შეიცვალა, ეს ნიშნავს ათწლეულების დაკარგვას საუკეთესო შემთხვევაში და უარე შემთხვევაში არც მინდა ამაზე საუბარი. ძალაუფლების ვაკუუმის შემავსებელი კავკასიაში ბუნებრივი არის რუსეთის ფედერაცია. ევროკავშირში ფიქრობენ, რომ ოცნებას მხოლოდ სანქციების ესმის. ამიტომ ერთმანეთის მიყოლებით ასანქცირებენ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს. დღეს გერმანიის ელჩმა ახსნა, მისი მთავრობის გადაწყვეტილება, რატომ დაედო სანქციები ქართული ოცნების გუნდის ნაწილს. Germany has issued გერმანიის მთავრობამ გამოსცა სავიზო აკრძალვები ზოგიერთი ქართველი ინდივიდის მიმართ, ვისაც ჩვენ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. სანქცირებული პირების სახელებს და გვარებს ჩვენ არ ვასახელებთ, რადგან ჩვენ გვაქვს კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, რომელიც ჩვენ გვიკრძალავს ამ ინფორმაციის გასაჯეროვებას. prohibit us from publishing this information. ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მიღმაა, მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი. შეერთებულ შტატებს, რომელმაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა გაწყვიტა ოცნების რეჟიმის ჩინოვნიკებთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს. მაშინ, როდესაც შავი ზღვის უსაფრთხოების და რეგიონის საკითხი წყდება, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სათითაოდ ელაპარაკა სახელმწიფო ლიდერებს, მათ შორის სომხეთის ხელისუფალსაც, მაგრამ არც შტატების დღის წესრიგში აღმოჩნდა საქართველო. უკრაინის და რუსეთის დათანხმების თუ შეთანხმების პირობებში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჩათვალა საჭიროდ და მნიშვნელოვნად, რომ ყველა ძირითად მოთამაშესთან გაევლო ეს საკითხები და აღმოჩნდა, რომ შავ ზღვასთან დაკავშირებულ თემებზე ძირითად მოთამაშეებს შორის არ აღმოჩნდა საქართველო. საქართველო არც სამხრეთ კავკასიაზე დისკუსიების ნაწილი არ არის. რაიმე ტიპის მოლოდინი, თუ კიდევ ვინმე აქვს შერჩენილი, რომ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესებისთვის ივანიშვილი ვინმესთან რამეს აბარებს თუ აწესრიგებს თუ არეგულირებს ვაშინგტონში, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია და საქართველო არის აბსოლუტურად ოფსაიდში ყველაფერში, რა ძალიან ცუდია ჩვენ. ან ხარ პარტნიორი, ან არა ხარ პარტნიორი. ჩვენ გვახსოვს, რომ ხარტია შეგვიჩერეს წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დროს ამერიკელებმა სტრატეგიული ურთიერთობის და ეხაც არ გაუგრძელებიათ. მეტიც კი სომხეთთან მეტი კომუნიკაცია აქვთ დღეს ამერიკელებს, ვიდრე ქართული ოცნების მთავრობასთან. ეს ზუსტად იმის მიმანიშნებელია, რომ
მიუხედავად ამ ყიჟინა რომ შემოარტყეს რომ ახან ტრამპი აერჩიეს არიქა გოშველო კოცებმა არაფერი აქეთ არ არის რუბიოს ძალიან კაფეო პოლიტიკა აქვს და ნაკლებად აინტერესებთ ბიძინა მინიშვილი და მისი ავტოკრატიული რეჟიმი. რა არის გამოსავალი, როცა ოლიგარქის რეჟიმთან ერთად საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა მთლიანად ქვეყანა? ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ პოლიტიკურ არენაზე ცვლილება მხოლოდ ივანიშვილის გუნდის შეცვლით არის შესაძლებელი. თუ საქართველოს მოქალაქეებს სურთ რეალურად ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი და არა მხოლოდ გაწევრიანება, არამედ შენარჩუნება ისეთი სიკეთეების, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ჩვენ გვჭირდება სწრაფად ხელისუფლების შეცვლა. ჩვენ თუ დავრჩით ახლა სამხრეთ კავკასიურ კონტექსტში, ჩათვალეთ, რომ ვერასოდეს ეს ქვეყანა მომდევნო 30-50 წლის განმავლობაში ვერასოდეს ვერ გახდება ნამდვილად დამოუკიდებელი სტაბილური, გრძელვადიანი მშვიდობის, ასე ვთქვათ, გარანტიებით დაცული სახელმწიფოს. უნდა იყოს პირველ რიგში სიგნალი საქართველოს მოსახლეობისათვის, საზოგადოებისთვის, რომ რაც უფრო გაგრძელდება ეს დუმილე შემგუებლობა არსებული რეჟიმის მიმართ, მით უფრო უარესი ვითარება გვექნება ქვეყანაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კუთხით და დემოკრატიის განვითარების კუთხით. ერთ დროს ლიდერ საქართველოს აღარავინ ახსენებს. მოლდოვა, უკრაინა, დასავლეთ ბალკანეთი ევროკავშირის გზაზე სულ უფრო წინ მიდიან. ჩვენი ქვეყნის მომავალი კი ოლიგარქის ხელში უბრალოდ გაყინულია.